თუ ადვოკატი ვიქნებოდი, ვითხოვდი, რომ ამ ფილმის შემდეგ საქმე არ არსებობს. და უნდა გითხრათ, თითქმის შეუძლებელია. და სინამდვილეში ძალიან უსამართლოა, რომ შალვას შემდეგ დამაკენოთ. შალვასთან ვერავინ შეეჯიბრება. მაგრამ ამ ძალიან შეზღუდულ დროში მაქსიმუმს გავაკეთებ. მინდა ვისაუბრო ამ თემაზე, რომ გაგაცნოთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების რეალური ადგილი ისრაელის უსაფრთხოებაში დღეს და განსაკუთრებით კოსმოსის როლი ომში. ომის ორ ეტაპზე, ამამკელავ 1 წლის წინ და შახ-შაგად ხაარი. 4 თვის წინ ომი ისრაელსა და ირანს შორის პირველად ისრაელი ირანის წინააღმდეგ, მეორე ეტაპზე, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის წინააღმდეგ, მაგრამ მე ისრაელზე გავამახვილე ყურადღებას. და მინდა დავიწყო. და სხვათა შორის, არ ვაპირებ რაიმე საიდუმლოს ან იდუმალების გამხელას. მე დრამატულად გავზრდი მისტიკას. მინდა დავიწყო ძალიან განსაკუთრებული, დაუჯერებელი წერილით, რომელიც ჩვენ რაფაელის თავდაცვის სისტემებში, რაფაელის მენეჯმენტში მივიღეთ გენერალ ომერ ტიშლერისგან, ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურისგან, ირანთან ომის დასრულებიდან ერთ დღეში და მე ვაპირებ ციტირებას მხოლოდ ამ განსაკუთრებული წერილის ბოლო ქვედა ხაზის. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს არ არის მაფრიაშამე. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს არ არის მხოლოდ ბოლო წინადადება, არამედ მისი წერილის ბოლო სიტყვა. რაფაელის თავდაცვის სისტემა. ის ასე მიდის. ისრაელელმა, ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალმა ტიშლერმა ასე მოგწერა. დასასრულს. მინდა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რაფაელის გარეშე ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. იდე. ჩვენ ამას შევძლებდით. არაფერს. სახილის ნიშანი. ეს უკიდურესად გასაოცარია. მან არ თქვა, რომ შეგვეძლო ბევრად ნაკლები გაგვეკეთებინა. ჩვენო სხვა აღჭურვილობა, სხვა ისრაელის ან ამერიკული ტიპის აღჭურვილობა გამოგვეყენებინა, ამას მეტი დრო დასჭირდებოდა. რამდენიმე თვითმფრინავს დავკარგავდით. თვითმფრინავებს. რაფაელის თავდაცვის სისტემების გარეშე ჩვენ ვერაფერს გავაკეთებდით. ძალიან რთულია ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურისთვის ამის აღიარება, სხვათა შორის მათ შესანიშნავად გამოიყენეს ეს სისტემები, მაგრამ აღიაროს, რომ აქ მთავარი როლი რაფაელის მიერ მიწოდებულ მეცნიერებასა და ტექნოლოგიას ჰქონდა. ამ ომში იცით რა, მე ყურადღებას გავამახვილებ ამქელა ვიონზე. პირველ ეტაპზე ირანის წინააღმდეგ, მაგრამ სინამდვილეში მეორე ეტაპზეც თითქმის იგივე სიტუაცია იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ომში 4 ეტაპია. და ეს სრულიად ახალი ეპოქაა და ახალი ტიპის ომია სახმელეთო ბრძოლებში. შეიარაღებული კონფლიქტების გლობალურ ისტორიაში პირველ ეტაპს ზუსტად 10 წამი დასჭირდა. გულისხმობ, ის მრავალი თვისა და წლის განმავლობაში მზადდებოდა, მაგრამ ზუსტად 10 წამი დასჭირდა მოქმედებისთვის. მეორე ეტაპს 36 საათი დასჭირდა. ორივე ეტაპი იყო გამორჩეული და შეუდარებელი. უპრეცედენტო შეიარაღებული კონფლიქტების ისტორიაში მსოფლიოში. მესამე და მეოთხე ეტაპებს მაშინ დასჭირდა 12 დღე, ხოლო ეხლა 40 დღე. რა იყო პირველი ეტაპი? საწყისი დარტყმა, რომელმაც ზუსტად 10 წამს გასტანა. საწყის დარტყმაში 1 თვე, 1 წლის წინ ამკელა ვიში ჩვენ შევძელით მოკლა. ყველა, არაზოგი, ყველა უმაღლესი მეთაური. და ირანის უმაღლესი უსაფრთხოების ლიდერები. ყველა მათგანი. არმიის შტაბის უფროსი, რევოლუციური გვარდიის შტაბის უფროსი, რადგან მათ ორი სხვადასხვა არმია ყავთ, საჰაერო ძალების სარდალი. საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე
საჰაერო თავდაცვის სისტემის სარდალი, ბალისტიკური რაკეტების სარდლობის სარდალი, დაზვერვის ხელმძღვანელის სარდლობა. კიდევ ერთხელ ყოველ ჯერზე ორჯერ, ხო? ირანის თავდაცვის მინისტრი მხოლოდ ერთი იყო, მისი მთავარი მრჩეველი და 14 წამყვანი მეცნიერი, რომლებიც ბირთვული ბომბის შექმნაზე მუშაობდნენ. ეს 1 წლის წინ იყო. ბევრი ადამიანი და სხვათა შორის ყველა მათგანი პირველ 10 წამში იქნა შეჩერებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყველა მათგანი თეირანში არ იმყოფებოდა. ამ 40-ან 50 ადამიანი და ზოგი თეირანში იძინებდა, ზოგი სხვა ქალაქებში ღამის 2 საათი და ნახევარი იყო. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ირანის საჰაერო ძალების მეთაური, ირანის საჰაერო ძალების შტაბის ბუნკერში იმყოფებოდა. ისინი რამდენიმე ქალაქში და რამდენიმე ობიექტში იყვნენ ამ უზარმაზარ ქვეყანაში, ირანში და ყველა მათგანი იყვნენ დაიჭირეს პირველივე წამებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან თუნდაც რამდენიმე წუთიანი პაუზის შემთხვევაში ზოგიერთი მათგანი მოახერხებდა გაქცევას. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს ძალიან კარგია, იცი, ძალიან შთამბეჭდავი სადაზვერო მიღწევა. იმიტომ რომ როგორ გავიგეთ? ზუსტად 2 საათი და ნახევარი შუაღამის შემდეგ დაახლოებით 40-ან 50 ადამიანი, სადაც ყველა რჩება. არა რომელი ქალაქი, რომელი შენობა, ზოგჯერ კი ბინაში რომელი ოთახი, ან რომელი ფანჯარა, ან მიწისქვეშა ბუნკერის რომელი ნაწილი. ეს ძალიან კარგია დაზვერვის თვალსაზრისით, მაგრამ საიდუმლო კიდევ უფრო დიდია. ნამდვილ ციფრებს არ გეტყვით, მაგრამ ვიკიპედიის მიხედვით, წავიკითხე. ეს საწყისი დარტყმა, ეს მოულოდნელი დარტყმა იყო. შეასრულა 200-მა ისრაელის თვითმფრინავმა, რომლებიც ისრაელიდან ირანში გაფრინდნენ, ბევრმა მათგანმა თეირანშიც კი 1500 კილომეტრის მანძილზე. 200 თვითმფრინავი, არა ყველა F-25, არა ყველა F-25, არა ყველა მათგანი სტელსი, ძირითადად F-15 და F-16, ასევე F-25. ეს არმადაა. ეს არ არის 4 თვითმფრინავი. ეს არ არის 12 თვითმფრინავი, 200 თვითმფრინავი აფრინდა ისრაელიდან და ისრაელიდან გაფრინდა აღმოსავლეთით, ირანისკენ. მათ რამდენიმე ქვეყნის გადაკვეთა მოუწიათ: იორდანია, სირია, ერაყი, ქუვეითი, სპარსეთის ყურის ქვეყნები. შემდეგ ისინი ირანის საზღვარს მიადგნენ და მათგან უმეტესობას კიდევ 800 კილომეტრი ჰქონდა გასავლელი, რომ მიეღწიათ თეირანის ტერიტორიამდე. ირანელები მაღალ მზადყოფნაში იყვნენ. ყველა რადარი და სენსორი ერაყისა და ყურისკენ იყო მიმართული. ისინი ელოდნენ, რომ ისრაელი შეიძლება რაღაცას გააკეთებდა და ალბათ თუ ისრაელი რამეს გააკეთებდა, ეს ღამის შუა პერიოდში მოხდებოდა. 200 თვითმფრინავი. არც ერთი არ დაუნახავთ. არც ერთი თვითმფრინავი არ დაუნახავთ, როცა მათკენ მივფრინავდით და მაშინაც კი, როცა თვითმფრინავები უკვე ირანის თავზე იყვნენ. ყველაფერი ღია იყო, არაფერი დაუნახავთ. არაფერი. რაფერი? თვითმფრინავები შემდეგ ათავისუფლებენ ასობით საბრძოლო მასალას, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, ბალისტიკურ რაკეტებს, პლანირებად ბომბებს. არაფერი დაუნახავთ. მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ რაღაცა ხდებოდა, როცა ყველა 40-ან 50 უმაღლესი მეთაური და ასევე მეცნიერები, ამიტომაცაა 40 და 50, მოკლეს და მათ მთელ თეირანსა და მთელ ირანში აფეთქებების ხმა ესმოდათ. ამიტომ იმ ღამეს რაღაც მოხდა. არ ვიცი რაიმე მსგავსი მაგალითი, როცა 200 თვითმფრინავი დაფრინავს და შენ ელოდები, რომ შენს თავზე გადაიფრენენ და დრო სჭირდება, ამას დრო სჭირდება. აქედან ირანამდე ან თეირანამდე ფრენა საათნახევარია. ეს დიდი დროა. მე ვხედავდი ყველა თვითმფრინავს ჩემს ზემოთ, თვითმფრინავებს ჩემს აივანზე იერუსალიმში. შემეძლო შემემჩნია თვითმფრინავები, როცა ისინი აფრინდებოდნენ. მაგრამ იმ ღამეს ისინი სრულიად დაბრმავებულები იყვნენ, სანამ საწყისი დარტყმა არ განხორციელდა. როგორ გავაკეთეთ ეს? ამას არ განმარტავ, რადგან საკმარისი დრო არ მაქვს.
ზოგჯერ კარგია, როცა დრო შეზღუდულია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, რომ აქ დიდი საიდუმლოა. სხვათა შორის რომ პარალელი გავავლოთ სხვა ქვეყანასთან ნამდვილ ზესახელმწიფოსთან. ისრაელი არ არის ნამდვილი ზესახელმწიფო. ისრაელი არ არის ნამდვილი ზესახელმწიფო. ისრაელი არ არის ზესახელმწიფო. ჩვენ ძალიან პატარა ებრაული სახელმწიფო ვართ მრავალი სისუსტით. ჩვენ არ გვაქვს სტრატეგიული სიღრმეები, გვაქვს ძალიან შეზღუდული ტერიტორია, შეუძლებელი საზღვრებელი საზღვრები და მხოლოდ 9 ან 10 მილიონი მოსახლე. მაგრამ რუსეთი ნამდვილი ზესახელმწიფოა. რუსეთი ნამდვილი ზესახელმწიფოა. რუსეთი უკვე 4 წელია ცდილობს ელიმინაცია გაუკეთოს ზელენსკის და მის უმაღლეს სარდლებს. და კიევი ბევრად უფრო ახლოსაა. ბევრად უფრო ახლოსაა რუსეთთან, ახლოსაა რუსეთთან, ან ბელგოროდთან, რუსეთთან, რომელიც რუსეთის სამხედრო გარნიზონის ნაწილია ვიდრე თეირანი. ის მხოლოდ 120 კილომეტრით დაშორებული კიევიდან. რუსეთმა 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო მოეკლა ვერც ერთი უმაღლესი მეთაური, ვერც ზელენსკი, ვერც თავდაცვის მინისტრი, ვერც უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი. ჩვენ მოვკალით ირანის არმიისა და რევოლუციური გვარდიის მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობა არა ერთხელ, არამედ ორჯერ, რადგან 8 თვის შემდეგ ისევ გავიმეორეთ ეს საოცარ ეტაპზე, როცა უკვე საკუთარი თავი გამოვავლინეთ ჩვენ. შემდეგი საოცარი ეტაპი ის იყო, რომ როცა უკვე გამოვავლინეთ თავი, უპირატესობა დაუყოვნებლივ უნდა მოგვეპოვებინა, უნდა მიგვეღწია დაუყოვნებლივ. უპირატესობა ირანზე და თეირანზე ისევ 1500 კილომეტრი აქვს, რათა შეგვეძლოს ზუსტი და დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალის დარტყმა ყველა ბირთვულ ობიექტზე და ყველა თავდაცვის ინდუსტრიის ობიექტზე და ირანის თავდაცვის ინდუსტრიის ყველა ობიექტზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეხლა ომის დაწყების შემდეგ დაუყოვნებლივ მოგვეპოვებინა საჰაერო უპირატესობა. რუსეთი ცდილობს საჰაერო უპირატესობის მოპოვებას კიევზე, რომელიც საზღვრიდან მხოლოდ 100 კილომეტრშია. და 4 წლის განმავლობაში მათ ვერ მოიპოვეს საჰაერო უპირატესობა. შეერთებულმა შტატებმა გვითხრა, რომ თუ ირანზე საჰაერო უპირატესობას მოვიპოვებთ, ამას ალბათ რამდენიმე თვე დასჭირდება. თუ ამ კილში, ამ კელავით 36 საათი დასჭირდა. და 36 საათის შემდეგ აღარ გვიწევდა დამალვა და აღარ გვიწევდა ჩვენი თვითმფრინავების ფარულად შენახვა. რადგან ირანის ყველა თავდაცვის ინდუსტრია ან განადგურებული იყო, ან სრულიად პარალიზებული. შემდეგ, რა თქმა უნდა, მაშინ 12 დღე და ეხლა 40 დღე გამოვიყენეთ ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად, რათა დაგვენგრია ყველა თავდაცვის ინფრასტრუქტურა და ასევე დაგვეცვა თავი. ამაზე არ ვაპირებ დეტალურად საუბარს, მინდა დავასრულო იმით, რომ ეს არის რაც აქ მოხდა, ეს მართლაც გამორჩეულია და არის რამდენიმე რამ, რაც შეუდარებელია. ჩვენ ვწერთ ომის ახალ ისტორიას, განსაკუთრებით ჩვენსა და ირანს შორის კონფლიქტში. პირველ რიგში, ჩვეულებრივ ომის დროს თუ მოახერხებ მტრის დამარცხებას, ზოგჯერ კлау მოწინააღმდეგის ლიდერებს და თავდაცვის მეთაურებს, რათა დაასრულო ომი. ეს არის პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში 3500 წლის დოკუმენტირებული ადამიანისა და შეიარაღებული კონფლიქტების ისტორიაში. პირველი შემთხვევაა, როცა ერთი მხარე ხოცავს. მეორე მხარის ყველა მეთაურს, უმაღლეს მეთაურებს აურებს კლავენ არა კონფლიქტის ბოლოს, არამედ კონფლიქტის პირველივე წამებში. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ეს სრულიად ახალი რამაა. და ეს შესაძლებელი გახდა, როგორც გენერალმა ტიშლერმა მოგწერა, მხოლოდ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დახმარებით. როგორც მან დაწერა, რაფაელის გარეშე ვერაფერს შენ შევძლებდით. მაშინ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ორი ქვეყანა, ისრაელი და ირანი, ერთად მოქმედებდნენ. ეს არ იყო ერთი ოპერაცია, როგორც ენტებე, 12 დღის განმავლობაში და შემდეგ კიდევ 40 დღის განმავლობაში, მაგრამ მოდი 12 დღეზე ვისაუბროთ. 12 დღის განმავლობაში ერთმანეთს ცეცხლს უხსნიდით. ისინი ბალისტიკურ რაკეტებს, ფთოსან რაკეტებს და ტებს და შორ მანძილზე მოქმედ უპილოტოებს გვესროდნენ. ჩვენ მათგან 86 ან 87% ჩავიჭირეთ და მათ ურტყამდით მრავალ ქვეყანაში, რომლებიც კონფლიქტში ჩართული არ იყვნენ. ეს იყო სირიის, ლიბანის, იორდანიის, საუდის არაბეთის, ერაყის, ქუვეითის, ჩვენი სპარსეთის ყურის ქვეყნების, კატარის თავზე.
ყველა მათგანი. ეს დაპირისპირება მთელი ეს ომი მიმდინარეობდა რამდენიმე ქვეყნის თავზე, რომლებიც ომში ჩართული არ იყვნენ, განსაკუთრებით კი ამ ქელავის თავზე. პირველად ისტორიაში მოხდა ასეთი რამ. ომის განსაკუთრებით კი ამ ქელავეში. პირველად ისტორიაში მოხდა ასეთი რამ. პირველად ისტორიაში. რომ ერთ მხარეს საჰაერო უპირატესობა აქვს. არა მის უშუალო სიახლოვეს ან მახლობლად, არამედ ძალიან დიდ მანძილებზე. ისე სწრაფად, თითქმის მხისიერად. მინდა დავასრულო და იცით კიდევ უფრო გავზარდო საიდუმლოება. აქ რაღაც ნამდვილად მოხდა. ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურისთვის ადვილი არ იყო დაეწერა რაღაცა მსგავსი. დაეწერა სიტყვა არაფერი. თქვენ გარეშე ჩვენ ვერაფერს გავაკეთებდით. ეს ძალიან ცალსახა გადამწყვეტი კრიტიკული გამარჯვება ირანზე. თავარად მიღწეული იყო. მთელი პატივისცემით პილოტების, საჰაერო ძალებისა და დაზვერვის თანამშრომლების მიმართ. ეს მიღწეული იყო ძირითადად ისრაელის და განსაკუთრებით რაფაელის წყალობით, მაგრამ ასევე სხვა ორგანიზაციების წყალობით ისრაელში ჩვენი სამეცნიერო და ტექნოლოგიური უპირატესობის გამო. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი რაღაცები, რაც არც ერთ სხვა ქვეყანას, არც კი მსოფლიოს დიდ ზესახელმწიფოებს არ შეუძლიათ. შეუძლიათ კონკურენცია. და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს ასევე ხაზს უსვამს. ჩვენი ალიანსის მნიშვნელობას შეერთებულ შტატებთან, რადგან როგორც ყოველთვის უსვამ ხაზს ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, ვამბობ, ვიცით ვინ არის გიგანტი და ვინ ჯუჯა. კარგი? ჩვენ არ ვართ დაბნეულები. ვიცით ვინ არის გიგანტი და ვინ მტრედი. მაგრამ ზოგჯერ მტრედსაც შეუძლია გიგანტისთვის გარკვეული სადაზვერო ინფორმაციის, ტექნოლოგიების და მიღწევების შეტანა. და ზოგჯერ გიგანტი და მტრედი ერთად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე თითოეული მათგანი ცალ-ცალკე. დიდი მადლობა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.